მოგესალმებით, დღეს შაბათია, საღამოს 9 საათი და თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. ვახოს ანაიას რეპორტაჟის ექსკლუზივი. რა ჩაიწერა 363 გვერდიან დოკუმენტში. მოკლეს, თუ თავი მოიკლა ზვიად გამსახურდიამ. გასცა თუ არა საპარლამენტო კომისიამ მთავარ შეკითხვას პასუხი. თვიანი მუშაობის შედეგს პარლამენტში ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, პირველად და ექსკლუზიურად ჩვენს გადაცემაში გაგაცნობთ. კომისიის სრული შემადგენლობა სტუმრად ჩვენ სტუდიაში. რა გაგრძელება ექნება გამსახურდია საქმის გამოძიებას. ვახოს ანაიას რეპორტაჟი. პრეზიდენტის საქმე. მოკლეს თუ თავი მოიკლა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა. ვახოს ანაიას რეპორტაჟის ექსკლუზივი. დღეს პირველად ჩვენ მოგიყვებით, რა ჩაიწერა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის საბოლოო დასკვნაში. აქვე გეტყვით, რომ კომისია თითქმის სრული შემადგენლობით ხელმძღვანელის, გამომძიებლის, კრიმინალისტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ჩათვლით ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ. ისინი ყველა საინტერესო შეკითხვას გადაცემის დასკვნით ნაწილში უპასუხებენ. დოკუმენტს სულ რამდენიმე დღეში მომდევნო კვირას პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ. მანამდე კი მის შინაარსს ჩვენ გაგაცნობთ კომისიის 15-თვიანი მუშაობის შედეგი. უპასუხა თუ არა მან მთავარ შეკითხვას და რა წერია 363 გვერდიან დოკუმენტში. 15 თვე, 5 ჯერ გახანგრძლივებული უფლებამოსილება. 363 გვერდიანი საბოლოო დოკუმენტი. გამომძიებლებისა და ექსპერტების დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტები. დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ანუ კომისიამ იმდენი იმუშავა, რომ ეს საქმე უკვე ღირებულია, უკვე ღირსია იმისთვის, რომ საგამოძიებოში ისევ დაბრუნდეს, ანუ პროკურატურამ ისევ ახლიდან წამოიწყოს გამოძიება. და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ქართულმა ხალხმა უნდა გავიგოთ, რა მოვიდა ჩვენს პრეზიდენტს. მოკლეს, თავი მოიკლა, რა მოხდა. კომისიისთვის თავარი ხელჩასაჭიდი. მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, გარემოებათა შეუსაბამობები და საქმიდან გამქრალი მტკიცებებია. ოფიციალურად გამოქვეყნებამდე ჩვენ გთავაზობთ ამონარიდებს კომისიის საბოლოო დასკვნიდან. შემთხვევის ადგილზე სისხლის არარსებობა სხეულის დაზიანებისას, რომელიც სისხლდენას იწვევს, მიუთითებს იმაზე, რომ გვამი გადატანილია დანაშაულის ადგილიდან, რასაც საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში აღნიშნავს პრეზიდენტის ბოლო მასპინძლის ვაჟი, ნუკრი ღურცკაია. მისი თქმით, პრეზიდენტის სხეულზე სისხლის კვალი შეუმჩნეველი დარჩა. კომისიის საბოლოო დოკუმენტთან ერთვის როსტოვის ექსპერტიზის ტექსტობრივი და ფოტომასალა. როსტოვის დასკვნა ისეა შედგენილი, რომ არ გამოირიცხება არც მკვლელობა და არც თვითმკვლელობა. კომისიის მუშაობიდან ირკვევა, როსტოვის დასკვნაში მითითებული დაზიანებების მაჩვენებელი არ დაემთხვა იმ დაზიანებების პარამეტრებს, რასაც 20 ვაზნით დამუხტული ავტომატური პისტოლეტის ტეჩკინი იწვევს. იარაღი გარდაცვლილ პრეზიდენტს ხელში ეჭირა, ხელი კი მუცელზე ედო. ამონარიდი როსტოვის დასკვნიდან. ტყვის მოძრაობის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, რაზეც მიუთითებს შემავალი და გამომავალი ხვრელები. აქედან გამომდინარე დროებითი კომისიის შეფასება ასეთია. შეიძლება ითქვას, რომ პისტოლეტს ტეჩკინის ხელში დაჭერა თვითმკვლელობის მიზნით, ლულით 100-200 მმ მანძილზე და ისე, რომ ტყვის მიმართულება იყოს მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, ფიზიკურად შეუძლებელია. კომისიის მუშაობისას დადგინდა და საბოლოო დასკვნაშიც ჩაიწერა, რომ ზვიად გამსახურდიას მძიმე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. ლევან ჩაჩუამ, დროებითი საპარლამენტო კომისიის 2010 წლის 24 მაისს გამოკითხვისას განაცხადა, რომ ნეკნები, მენჯის ძვალი და ბოქვენის ძვალი თავისით ამ წლების განმავლობაში არ გატყდებოდა, თუ არ იქნებოდა რაიმე ფიზიკური ზემოქმედება. იგივე შეიძლება ითქვას თავის ქალის დაზიანებების შესახებაც. რაც შეეხება მოწმეების, ზაზა ბურჯანაძის, გოჩა კეკენაძის, ბაჩუკი გვანცელაძის მიერ ნახსენებ ყურის ზედა ნაწილის მოწყვეტას, ექსპერტის თქმით, მას რომ მსგავსი რამ დაეფიქსირებინა,
აუცილებლად დაწერდა ამის შესახებ. კომისიას ნებაყოფლობით მისცეს ჩვენება შევარდნაძის მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, თენგიზ კიტოვანმა და ძებნილმა იგორ გიორგაძემ. გიორგაძე კომისიის წევრებს მოსკოვში შეხვდა და პირდაპირ განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. იყო მოკლული. გამოვრიცხავ თვითმკვლელობას. ესე იგი, მივდივართ იქამდე, რომ ეს მოხდა შეასრულეთ, ასე ვთქვათ, ეს დავალება იმ ხალხის მეშვეობით, ვინც უშუალოდ იყო ესე პირველი წრე, ვინც მასთან ვერ შემოვიდოდა იქ უცხო. კომისიის დასკვნაში ვერ მოხვდა ედვარდ შევარდნაძის, ანზორ ბალუაშვილისა და გამსახურდიას მთავრობის პრემიერის, მისი თანამებრძოლის ბესარიონ გუგუშვილის ჩვენებები. გუგუშვილი გარდაცვალების დღეს გამსახურდიასთან ერთად იმყოფებოდა. ამჟამად ფინეთში მცხოვრებმა გუგუშვილმა საკუთარი პოზიცია ჩვენს გახმაურებულ გადაცემაში გამოხატა. ეს ეგრეთ წოდებული კომისია მძვინვარეთ არაპროფესიულია. მარტო ის რა დღისო კოკო გამსახურდიამ და კომისიის სხვა წევრებმა მხოლოდ ეხლა ხანს რობიზონ მარგველანთან გასაუბრების დროს გაიგეს თურმე რომ იმაში რა ქვია სტეჩკინში მაკაროვის ტყვიები მიდის. კომისია აგროვებს არა სერიოზულ მასალებს, არამედ აი როგორც ეხა წყალწაღებული ხავს ეჭიდებიან. ეს არის ერთ-ერთი ხავს. კონსტანტინე გამსახურდიამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან მიმართა ფინეთის პროკურატურას, რომ ის შეკითხვები, რაც აქვს ბატონ ბესარიონთან, ფინეთის პროკურატურამ დაუსვას. ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია როგორია? ფსიქიატრს მიმართოს, ფსიქიატრს. კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვთ პირადი დაცვის წევრებსაც. ადამიანებს, რომლებიც ბესარიონ გუგუშვილთან ერთად ბოლო წუთებამდე ზვიად გამსახურდიასთან იყვნენ. რობინზონ მარგველანმა და ბაჩუკი გვანცელაძემ ჩვენს გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა და თვითმკვლელობის ვერსიაზე ილაპარაკეს. ოთახში დამხვდა ის ვითარება, რომ პრეზიდენტი იყო ოდნავ წამოწეული გვერდულად ლოგინის დაფაზე ედო თავი და იარაღი ჰქონდა აი ეს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთელი ერის ღვთისა და ღმერთის წინაშე, რომ მე არ დამინახავს, რომ ვინმეს მიედოს იარაღი ბატონ ზვიადისთვის და ესროლოს. მაგრამ არც ის დამინახავს, რომ ბატონ ზვიადს ქონოდა იარაღი მიდებული შუბლზე და მას ესროლოს. მე გეუბნები თვითონ ის სიტუაცია, რაც მე ფეხი გადავადგის ღურბს და შევხედე და დამხვდა. აი ეს. აქედან გამომდინარე მე ვამბობ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. გარდაცვლილ პრეზიდენტზე იარაღის გარდა განადგურებულია დანაშაულის ყველა კვალი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საგნების ის მონაკვეთები, სადაც ძნელია სისხლის კვალის განადგურება. კერძოდ იატაკის ღარები, ტანსაცმლის ნაკერები, ღილები და ჯიბის სარჩული. თვითმხილველები პრეზიდენტის გვამს აღწერენ სხვადასხვანაირად. რობიზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე უთითებენ, რომ პრეზიდენტს იარაღიანი ხელი მუცელზე ჰქონდა დადებული. ხოლო კარლო ღურცკაია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს მარჯვენა ხელი გაშლილ მდგომარეობაში საწოლიდან გადმოვარდნილი ჰქონდა. კომისიის წევრებმა სცადეს პირველი პრეზიდენტის ბოლო დღეების სურათის აღდგენა. სამეგრელოში ჩატარდა ექსპერიმენტები, რომელსაც ექსკლუზიურად რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა. ნეკნების დაზიანებას რაც შეეხება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარებული იყოს რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის წინა და უკანა მიმართულებით რაღაც კომპრესიის მაგვარი ზემოქმედება. რას შეეძლო გამოეწვია ბოქვენის ძვლისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა. ბოქვენის ძვლის ზედა ტოტისა და საჯდომის ძვლის ქვედა ტოტის მოტეხილობა აღწერილობიდან გამომდინარე განვითარებული უნდა იყოს ბლაგვი მექანიკური ზემოქმედებით. სამეგრელოში ერთ-ერთ სოფელში აღმოჩნდა ორი ადამიანის გვამი. კომისია ვარაუდობს, რომ ისინი პრეზიდენტის დაცვის წევრები გოგაძე და ჭინჭარაული არიან. დაცვის წევრები 17 წლის წინ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. იდენტიფიკაცია ახლაც გრძელდება. უახლოეს მომავალში ექსპერტიზის შედეგი გამოქვეყნდება. რიცხავი ჩვენებებია გამსახურდიას ბოლო დღეების შესახებ.
ერთმანეთს არ ემთხვევა ჩვენებები პრეზიდენტის უკანასკნელ მარშრუტთან დაკავშირებით. ჯიხაშკარიდან ბოლო მასპინძლის სახლამდე ძველ ხიბულაში. საბოლოოდ კომისია მიდის დასკვნამდე, რომ თვითმკვლელობა უნდა გამოირიცხოს. დასკვნას ოფიციალურად ორშაბათს პარლამენტს წარუდგენია. დეპუტატების დიდი ნაწილი ამ თემაზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. და ახლა წარმოგიდგენ ჩვენი გადაცემის სტუმრებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წარმომადგენლები. თავმჯდომარე პირველი პრეზიდენტის შვილი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. კომისიის წევრი დეპუტატი უმრავლესობის წარმომადგენელი ბატონი ლაშა თორდია, მოგესალმებით ბატონ ლაშა, დიდი მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის. კომისიის მოწვეული სპეციალისტები გამომძიებელი ბატონი ზურაბ ბაცანაძე, ექსპერტი, კრიმინალისტი ბატონი გია დეკანოზიშვილი და იურისტი ბატონი ალექსანდრე ბარამიძე. მივესალმები ყველა სტუმარს და პირველი შეკითხვა მინდა დაუსვა ბატონ კონსტანტინეს. ბატონ კონსტანტინე, რა არის ამ კომისიის მუშაობის შედეგი? კომისია დაასრულა პრაქტიკულად მუშაობა, რისი თქმა შეგიძლიათ დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის, რომელსაც შეექმნა დიდი მოლოდინი ამ კომისიის მუშაობის შედეგი? დიახ, ბატონო ვახო, ჩვენმა კომისიამ მართლაც დაასრულა თავისი მუშაობა. ჩვენი არსებობის მე-15 თვეს ჩვენ უკვე მოვამზადეთ ძირეული დოკუმენტი, ანუ შემაჯამებელი დასკვნა კომისიისა. ეს არის ჩვენი მუშაობის ძირითადი შედეგი. ეს არის ის, რომ ასე ვთქვათ, ზოგადი ფონი არის აბსოლუტურად აღდგენილი იმ მოვლენებისა, რომელიც იყო 1993 წლის შემოდგომაზე. ჩვენი დასკვნით პრეზიდენტი არის მოკლული, არის ჩადენილი ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა არის გარკვეული საზღვარი, რომლის იქითაც კომისია ვერ გადავიდა. აი ეს არის მთავარი ბატონ კონსტანტინე, ამ გამოძიებისგან რა პასუხსაც ელოდებოდნენ შეკითხვაზე. თავი მოიკლა თუ მოკლეს პირველი პრეზიდენტი. კაფიო პასუხი ამაზე თქვენი კომისიის. არის კაფიო პასუხი, ანუ ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებით გაბათილებულია ყველა ის, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომელიც არსებობდა აქამდე და რომელიც ინტენსიურად ვრცელდებოდა მასმედიების საშუალებით საქართველოში და საქართველოს პარტნიორებს გარეთ. ბატონ ლაშა, თქვენც მინდა გკითხოთ, თქვენ ხართ კომისიის წევრი, ასევე ხართ უმრავლესობის წარმომადგენელი, ხელისუფლების წარმომადგენელი. ამ კომისიის მუშაობის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავარ შეკითხვაზე ალბათ უნდა ეპასუხა ყოველ შემთხვევაში. ასე იყო ეს ყველაფერი წარმოდგენილი, თავი მოიკლა თუ მოკლეს პირველი პრეზიდენტი. თქვენ კომისიის წევრს რისი თქმა შეგიძლიათ? საბოლოოდ იმისათვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ეს იყო მკვლელობა, აუცილებელი ამისთვის იყოს შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი, ამიტომ ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, თუმცა ის განსხვავებები, რომელიც ჩვენებებში არის წარმოდგენილი იმ ადამიანებისა, რომლებიც კომისიამ დაკითხა, ჩვენ გვაძლევს ეჭვს იმისა, რომ დამატებით იყოს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იმისათვის, რომ საბოლოოდ დადგინდეს თუ რა მოხდა. სამწუხაროდ არ იყო ჩატარებული გვამზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტი და თავის დროზე, რაც არის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა მაშინდელი ხელისუფლების თუ ოჯახის თუ ასე შემდეგ, ვინაიდან ბევრ კითხვაზე ამ შემთხვევაში პასუხი ნამდვილად პირდაპირ იქნებოდა გაცემული, თუმცა არ არის ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ეს მხოლოდ ჩატარდა 14 წლის შემდეგ, გარდაცვალების შემდეგ ვიძახი. თუმცა თვითონ დასკვნაც ისე არის შედგენილი, რომ ნებისმიერ ექსპერტს, რომ მოუწიოთ აქ 10 ექსპერტი, 10-ვე ექსპერტს ექნება შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა მხრიდან გამოიტანოს სხვადასხვანაირი დასკვნები. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ აი ესეთ კაფიოთ თქმა დღეს არ შეგიძლიათ თავი მოიკლა პრეზიდენტმა თუ ის ნამდვილად კაფიოთ ამის თქმა არ შემიძლია, მე შემიძლია ვთქვა, რომ ის რაც იყო აქამდე გამოკვლეული და იყო ნათქვამი, რომ ეს ხო თვითმკვლელობა, მთელი რიგი გარემოებები დღეს არსებულ სისხლის სამართლის საქმეში ბადებს ძალიან დიდ ეჭვებს. ბადებს იმიტომ, რომ გამოკითხული პირებისგან ზოგიერთი მათგანი ასახელებს სხვა დროს გარდაცვალების, ზოგიერთი მათგანი ასახელებს სხვა მარშრუტს გადაადგილების და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერი არის კომპლექსურად დასალაგებელი და რაც კიდევ ძალიან მთავარია. მთავარი არის ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, კვალიფიციური, ვინაიდან აუცილებელია დადგინდეს მაგალითისთვის რატო ქონდა პრეზიდენტს შამტვრეული 7 ნეკნი. რატო იყო დაშლილი, თქვა, თავის ქალა 140 ნაწილად. რატო იყო ტყუის ტრაექტორია ისეთი, რომელიც არ შეესაბამებოდა ახლდან ნასროლ მასრას თუ იარაღს. ასე ვთქვათ, ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ნამდვილად კომისია ვერ შეძლებს ეს კომპლექსურად შეისწავლოს, ვინაიდან
ჩვენ არა ვართ ძალმოსილი იმისა, რომ ჩავატაროთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ გარკვეული გარემოებები, რომელიც კომისიამ შეისწავლა და წარმოადგინა, დაბადებს ეჭვს იმისა, რომ პროკურატურას დამატებითი მასალა ქონდეს. რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, ამაზე მე შემდეგ ცალკე დავსვამ კიდევ შეკითხვას, მანამდე გამომძიებას ბატონ ზურაბ ბაცანაძეს მინდა ავკითხოთ. უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონ ზურაბ და მე როგორც ვიცი თქვენც იზიარებთ მკვლელობის ვერსიას. აი გააქვთ შესაძლებლობა მაყურებელს უთხრათ ის არგუმენტები, რატომაც მათ უნდა ირწმუნონ, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს. ამ ეტაპზე ახლა პირდაპირ რო გამოცხადო რომ მოკლულია მე მაგის უფლება არ დამაჩნია იმიტომ რომ არა მაქვს თვითაღიარებითი ჩვენება არ არის გვამი ხელმეორედ ამოღებული და ისე რომ კატეგორიულად გამოცხადო რომ ეს არის თვითმკვლელობა ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც უარყოფ არის მეორე და ძირითადი რომელსაც პრეზიდენტს აი ძირითადად ის მამოძრავებელი რომელიც რიცხავს თვითმკვლელობას ეს არის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ძვლების რომელიც ესე იგი შეუძლებელს ახდის ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა რომ განსაცვლელს სიკვდილის წინ ადამიანმა თვითნებურად მოიტეხა ხრანეკნი მოქვენის ძვალი მენჯის ძვალი აი ყოველი ამის შემდეგ როდესაც საბოლოოდ იქნება მასალები გადაგზავნილი და შესწავლილი იმის შემდეგ შემიძლია უკვე კატეგორიულად გამოცხადოთ თუ რა იყო მაშინ რა მოხდა მაშინ ბატონ გია დეკანოზიშვილს მინდა მიმართო ექსპერტ კრიმინალის ბატონ გია მე ბოლო პერიოდში თქვენ ჩვენს ორ გადაცემაშიც მიიღეთ მონაწილეობა რომელიც ჩვენმა გუნდმა მოამზადა და ამის შემდეგ მე კიდევ გავეცანი თქვენს საგაზეთო ინტერვიუს სადაც ამბობდით რომ დარწმუნებით ამბობდით და რომ ეს იყო მკვლელობა შეგიძლიათ თქვათ ჩვენს გადაცემაში რატომ ფიქრობთ დღეს ასე რომ ეს იყო მკვლელობა დარწმუნებით ახლა მთლად ისე დარწმუნებით არა მაგრამ ჩვენ იმდენი კვლევა ჩავატარეთ უშუალოდ ამ დასკვნის მიხედვით როსტოვის დასკვნის მიხედვით გამოვიკვლიეთ თითქმის უმეტესი შემთხვევა იარაღის მონაცემები ყველაფერი და მივედით იმ დასკვნამდე რომ ის კვალი რასაც აფიქსირებენ თვითმხილველები არ დარჩებოდა თვითმკვლელობის შემთხვევაში დარჩებოდა სულ სხვანაირი კვალი სხვა ტიპის კვალი და ნუ რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ მკვლელობა არის ამ შემთხვევაში სხვანაირი კვალი დარჩებოდა ამიტომ ყველაფერი ის კვალთა აღრიცხვა რაც გავაკეთეთ აბსოლუტურად მიდის იქითკენ რომ თვითმკვლელობას ადგილი არ ქონია აი ეს შემიძლია თქვა მე რა თქმა უნდა წარმოდგენილი მაქვს იარაღის მონაცემები მოახდინეთ ექსპერიმენტალური ლაბორატორიაში გასროლა მოახდინეთ ამ ექსპერიმენტ ლაბორატორიიდან მე ამოვიღეთ ეს ყველაფერი სურათები და დასურათებულია თვითონ და თქვენ წარმოიდგინეთ შემიძლია წარმოგიდგინოთ კიდეც რომ სტეჩკინის მოდელის იარაღი რომელსაც ხო გეუბნებით იმხელა ჯერ ერთი რომ გძელი ლულა აქვს მეორეც ერთი რომ შიგნით წარმოიქმნება 2000 ატმოსფერომდე წნევა და ადამიანი რომ შუბლზე მიიდებს იმ იარაღს და მოახდენს გასროლას რამხელა დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს ამ იარაღმა უმეტეს შემთხვევაში შუბლის ძვალი იქნებოდა განგრეული აუცილებლად. გასაგებია კომისიის კიდევ ერთ წევრს იურის ბატონ ალექსანდრე ბარამიძეს მინდა დაუსვა შეკითხვა ბატონ ალექსანდრე ჩვენ ვსაუბრობთ ახლა იმის შესახებ თუ რა გააკეთა კომისიამ რა სამუშაო ჩაატარა მაგრამ მანამდე მიმდინარეობდა ამ საქმეზე მუშაობა და თქვენ თუ შეგიძლიათ გვითხრათ ასე ვთქვათ როგორც იურისტმა 94 წლიდან მოყოლებული 95 16 და ასე შემდეგ წლები რა გაკეთდა იმისთვის რომ ზვიად გამსახურდია საქმე გახსნილიყო და ზვიად გამსახურდია საქმე არ ყოფილიყო ესეთი ბუნდოვანი როგორც უკვე დღეს არის და ძალიან ბევრი გაურკვევლობაა ძალიან ბევრი შეკითხვა ჩდება პასუხი ამ კითხვაზე არის ძალიან მარტივი და სწორხაზოვანი ძალიან ცოტა რამ გაკეთდა თითქმის შეიძლება ითქვას რომ არაფერი არ გაკეთდა იმისთვის რომ საქმე გამოძიებულიყო ყოველმხრივ ობიექტურად და სრულად რასაც საპროცესო კანონმდებლობა საგამოძიებო ორგანოებს ავალდებულებს რო არ ვიყო უბრალოდ ესე იგი ფაქტებს რო დავაფუძნა ასეთი დასკვნა გეტყვით უბრალოდ რა გაკეთდა 1994 წლის იანვარ თებერვალ მარტის თვეში სისხლის სამართლის საქმე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილის ანზორ ბალუაშვილის დადგენილებით რამოდენიმე დღის შემდეგ იმავე ბატონმა ბალუაშვილმა გამოიტანა
დადგენილება გარდაცვალების ადგილიდან ზვიად გამსახურდიას გვამის ამოღების და დათვალიერების შესახებ. ამის შემდეგ 1994 წლის თებერვალში, კერძოდ 17 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში ვალიკო ზარანდიას სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ზვიად გამსახურდიას ნეშტი, შემდეგ გადასვენებული იქნა სენაკის აეროდრომზე, სადაც იგი ძალიან ზედაპირულად დაათვალიერა 21 კაცისგან შემდგარმა კომისიამ, რის შემდეგაც ნეშტი გადაიყვანეს გროზნოში. ამის შემდეგ დაიკითხა სულ რამოდენიმე პირი, ვალიკო ზარანდია მისი მეუღლე, არ დაიკითხნენ გარდაცვალების ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დროს მის გვერდით მყოფი პირები იმ დროისთვის არც ერთი დაცვის წევრი, არც იმ სახლის მესაკუთრე და მისი მეუღლე, სადაც გარდაიცვალა ზვიად გამსახურდია, არ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, არ მოხდა შემთხვევის ადგილიდან ასე ვთქვათ ამოღება რაიმე მტკიცებულებების და აი ამის შემდეგ 1994 წლის 10 მარტს მიღებული იქნა დადგენილება, რომ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე იმის გამო, რომ არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. აი ეს იყო სულ რაც გაკეთდა. გასაგებია. ეს არის ბატონ კონსტანტინე, ჩვენ ბატონი ალექსანდრე საუბრობდა, ეს არის შევარდნაძის მმართველობის პერიოდი. თქვენმა კომისიამ ვერ მოახერხა ედვარდ შევარდნაძის დაკითხვა. არ მიგაჩნიათ, რომ შევარდნაძის პასუხები კიდევ უფრო შეავსებდა თქვენს დასკვნას და კიდევ უფრო საინტერესო ფაქტებს აღმოაჩენდით. რატომ ვერ დაკითხეთ ედვარდ შევარდნაძეს? სხვათა შორის, როდესაც ჩვენ მუშაობდით, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი, ჩემს ასე ვთქვათ, პარლამენტში შემოსვლამდე მუშაობდა ფილმზე დინების საწინააღმდეგო, ჩვენ ესე ვთქვათ, ჩამოვართვით ინტერვიუ ედვარდ შევარდნაძეს და ჩვენთვის მისი პასუხები წინასწარ ცნობილი იყო. მან მაგალითად ასეთი რამ თქვა, ეს რომ ყოფილიყო მკვლელობაო, მაშინ მე მეცოდინებოდაო პირველის ყოვლისა და ჩემი დაგეგმილი იქნებოდაო და ეს მე არ დამიგეგმიაო, ეს სიტყვასიტყვით თქვა მან ასეთი პასუხი და ეს ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს, ჩაწერილი გვაქვს. თუ არ ვცდები 2006 წელს. თქვენ პირადად დღეს შევარდნაძესთან რამე შეკითხვები დაგჭათ? არა, ჩვენ შევარდნაძესთან არ ქონია არნაირი შეხება და არ ფიქრობ, რომ მისი მოწვევა ჩვენ რამეს მოგვიტანდა. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სერიოზულად ჩაერთვება თავისი ბერკეტებით და თავისი რესურსებით, რასაკვირველია, მათ შეუძლიათ დაიბარონ ედვარდ შევარდნაძე და ასე ვთქვათ, გაესაუბრონ. მე გულისხმობ თუნდაც რესპუბლიკის. მაგრამ თქვენ საპარლამენტო კომისია ხართ. პარლამენტმა მოგცათ მანდატი იმისთვის, რომ იმუშაოთ. თქვენ არ შეგეძლოთ? არ მოუწიათ ის მანდატი, ჩვენ გვაქვს დროებითი კომისიის სტატუსი და დროებითი კომისიის სტატუსი არ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ დავიბაროთ ყოფილი ფუნქციონერები, ვინაიდან ისინი დღეს უფლებრივად გათანაბრებული არიან ჩვეულებრივ მოქალაქეებთან. ჩვენთან თანამშრომლობის ვალდებულება დღეს აქვს ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირს, მაგრამ არა ყოფილ თანამდებობის პირს. მაგალითად, იგივე თენგიზ სიგუა, იგივე თენგიზ კიტოვანი და გიორგაძე, ისინი ჩვენთან თავიანთი კეთილნებით თანამშრომლობდნენ, თორე ჩვენ არანაირი ბერკეტები არ გაგვაჩნდა მათთან, რომ ისინი გვეიძულებინა დავუშვათ მოსულიყვნენ და მოეცათ ჩვენთვის ჩვენება. ეს რაც შეეხება ამ ერთ საკითხს. ახლა რაც შეეხება მეორე საკითხს, რაც ბატონმა ლაშამ თქვა, მეც თქვი, წეგან მოგახსენეთ, რომ ჩვენ მივადექით გარკვეულ საზღვარს. და ეს საზღვარი არის სწორედ თუ ესე იგი აქ ლოგიკა ასეთია, რომ თუ კი ეს არ იყო თვითმკვლელობა და თუ კი თვითმკვლელობა არის გაბათილებული, აქ არის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა და ეს არის მკვლელობა. ამ ჩემი ლოგიკა აქ მხოლოდ ასეთი მარტივია. ბატონ ლაშას მინდა ვკითხო, ბატონ ლაშა, აი ლოგიკა ესეთია, თუ კი არ არის თვითმკვლელობა, უნდა იყოს მკვლელობა. თუ კი არის მკვლელობა, მაშინ ამის უკან კონკრეტული დამნაშავეები უნდა მოიაზრებოდნენ. კომისია მიადგა რაღაც მიჯნას. რა ხდება ამის შემდეგ? აი თუნდაც ხელისუფლება რას აპირებს, ან სამართალდამცველი ორგანო, პროკურატურა რაიმე წინსვლას მისცემს ამ საქმეს? რა თქმა უნდა, ბატონმა კონსტანტინემ ისაუბრა და ზუსტად ის, რომ ჩვენი და სამართალდამცველების თანამშრომლობა მეტყოლებს იმაზე, რომ სამომავლოდ აუცილებლად ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდება. ზუსტად დასკვნა, რომელიც დაიდება კომისიის მერე, შემდგომ სავალდებულო გახდება შესაბამისი სტრუქტურებისათვის. ამიტომ აქ საუბარია მარტივ სქემაზე, კომისიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ იყო ნება ჩვენი მხრიდან წამოსული, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ზოგადად საბოლოოდ
გარკვეული პასუხები ყოფილიყო გაცემული. წინ არის ბევრი რამ გასაკეთებელი იმისათვის, რომ საბოლოოდ გავარკვიოთ რა მოხდა. ჩვენ გარკვეული ფაქტები მოვიძიეთ იმისა, რომ ასე თუ ისე გამოვრიცხოთ თვითმკვლელობა, თუმცა მკვლელობას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჭირდება ძალიან მტკიცე არგუმენტები და მტკიცებულებები იმისათვის, რომ საბოლოოდ ბეჭედი ამაზე იქნას დასმული. თუმცა შეიძლება გამოძიებამ ეს შეცვალოს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, გამომდინარე იქიდან, რომ ის ტრაექტორია გასროლის თუ სხვადასხვა გარემოებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნაშია მოყვანილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრობ, რომელზედაც შეიძლება სხვადასხვა მხრიდან იქას ორი გამოგონება. აქ საინტერესოა კომისია როგორც კი დაასრულებს მუშაობას ოფიციალურად თქვენ რამდენიმე დღეში რომ გამოაქვეყნებთ ამ დოკუმენტს 363 გვერდია, ხო ბატონო კონსტანტინე? აი სახელმწიფო გამოძიება მაშინვე დაიწყება, ძალიან მალე დაიწყება თუ რაღაც პერიოდია კიდე საჭირო? ყველაფერი მოხდება უმოკლეს ვადაში, გამოქვეყნების მერე გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას და ამის შემდეგ შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები დაიწყება. და ეს საჯარო იქნება ყოველთვის აუცილებლად. აბა რისთვის იქნა კომისია ზოგადად შექმნილი და რისთვის იყო ყველაფერი ეს გაკეთებული. ზუსტად იმისათვის, რომ საბოლოოდ რაღაც შედეგამდე მივიდეთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც კიდევ საჭიროებს დამატებით ექსპერტიზას დამატებითი ადამიანების მხრიდან. ამ საქმეში ბატონ კონსტანტინე დაგისვამთ შეკითხვაზე, შემდეგ ბრძანეთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს დამეთანხმებით ალბათ ბესარიონ გუგუშვილს, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში იმყოფებოდა პირველ პრეზიდენტთან ერთად. თქვენ წინა გადაცემაში თქვით, რომ ფინეთის პროკურატურასთან უნდა ეთანამშრომლა თქვენს კომისიას და უნდა მომხდარიყო ბესარიონ გუგუშვილის დაკითხვა. რა ხდება ამ მიმართულებით? ეს არის ისეთი პროცედურა, რომელიც სასამართლო პროცესის გარეშე არანაირად არ გაირკვევა. ჩვენ მივიღეთ პასუხი ფინეთიდან და იქ საუბარია სწორედ სასამართლო პროცესზე. და ჩვენ როგორც არა ვართ ის ინსტანცია, რომელსაც შეუძლია სასამართლო პროცესი აღძრას. ახლა რაც შეეხება ბატონი ლაშას ნათქვამს, მე მას სავსებით ვეთანხმები, რომ ჩასატარებელია დამატებითი ღონისძიებები. მართალია ჩვენ გამოვავლინეთ ადამიანთა გარკვეული წრე, რომელთაც შესაძლოა ძალიან ფასეული ინფორმაციები გქონდეთ პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები უნდა დაიკითხონ. ხო, ჩვენ ვერ მოახერხებთ თუნდაც რამდენიმე უშიშროების, ასე ვთქვათ, ჩინოსნის მოსმენა გამოკითხვა. ჩვენ არ შეგვიძლია დაკითხვა, ჩვენ გვაქვს მოსმენა გამოკითხვები, ხო? ეს ვერ შევძელით. ამას ჭირდება სულ სხვა რესურსი, ამას ჭირდება სულ სხვა ბერკეტები და მე ვთვლი, რომ ეს შესაძლებელი იქნება მომავალში, ანუ უკვე სხვა ფორმატში და სხვა ინსტანციის. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რამდენად სწრაფად მოხდება, იმიტომ რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მოლოდინი და ძალიან დიდი რეზონანსია. რომ ჯერ კიდევ არის საკმარისი რესურსი იმისა, რომ ეს საქმე იქნეს გამოძიებული ამომწურავად, სრულად და არანაირი ეჭვი აღარ დარჩეს საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიღუპა საქართველოს პირველ პრეზიდენტი. გასაგებია, ბატონ ზურაბ ბაცანაძეს მინდა მივცე შესაძლებლობა, ბატონ ზურაბ, თქვენ გადაცემის დაწყებამდე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, თქვით, რომ გინდათ რაღაც ამონარიდების და ციტატების მოხმობა და მე გაძლევთ ამის საშუალებას. მოგახსენებთ. ათ მოწვეულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გაგვაცნო და შეისწავლა როსტოვის დასკვნა, მოგცა ესეთ კითხვებზე პასუხი. დასმულ კითხვებზე გაგვცა ასეთი პასუხი: რა შეეძლო გამოეწვია მარჯვენა და მარცხენა მხარეს ნეკნების დაზიანება? პასუხი: აქ არის არაპირდაპირი მოტეხილობები, დაზიანების მიმყენებელი ძალა მოდებული იყო მათგან დაშორებულ მიდამოში. ნეკნების დაზიანებას რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა განვითარებულიყო იყოს რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის წინა და უკანა მიმართულებით რაღაც კომპრესის მაგვარის ზემოქმედებით. შემდეგი შეკითხვაზე ბოქვენის ძვლისა და მენჯის მოტეხილობაზე. ბოქვენის ძვლის ზედა ტოტისა და საჯდომის ძვლის ქვედა ტოტის მოტეხილობა აღწერილობიდან გამომდინარე განვითარებული უნდა იყოს ბლაგვი მექანიკური ძალის ზემოქმედებით. დაზიანებიდან დაშორებულ მიდამოში ზემოქმედებით. ახლა თუ გავითვალისწინებთ შემდგომს, რომ როდესაც როსტოვის დასკვნაში მოცემულია შემთხვევის ადგილიდან სასვენებლის ამოსვენება, მასზე არ არის ადრე როგორც გაიჟღერა სასვენებლის გატეხვა და გატეხვის შემთხვევები. სასვენებელი არის აბსოლუტურად ნორმალურ მდგომარეობაში, უბრალოდ აქ არის თვითონ ფიცრები ოდნავ დეფორმირებული. აი ეს გვაძლევს იმ საფუძვლიანებს, რაზეც წეგან ბატონმა კონსტანტინემ ისაუბრა.
ამის შემდეგ გვაქვს კიდევ შემდეგი თვითონ უშუალო დაცვის წევრები და თვითმხილველები ყოველგვარი ზედმეტი გაუგებრობის გამო ვერ არსახელებენ გადაყვანის თარიღს, გარდაცვალების ზუსტ დღეს, როდესაც ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით უკვე მისთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი დილის 10 საათზე 30 რიცხვში 30 დეკემბერს იძახის, რომ 10 საათზე და 30 წუთზე მე ვიცოდი, რომ პრეზიდენტი გარდაცვლილი იყო. საიდან ხდება, რომ თვითონ დაცვის წევრები იძახიან 31-ს 30-ს, როცა 31 თენდებოდა და ესეთი შემდგომ ისეთი უსუსური მტკიცებულებები, რომელიც თან აქ ხდება რამდენ კაცში, 6-7 კაცში ხდება, რომელიც ვერ იხსენებს ვერცერთ დეტალს კონკრეტულად. ოჯახის საბოლოო მასპინძელი უკანასკნელი მასპინძელი კარლო ღურცკაია პრეზიდენტს ამოცნობას ახერხებს თუ კი რო ვკითხეთ როგორ ამოიცანე პრეზიდენტი ჯერ იქამდე დაახასიათა პრეზიდენტი როგორც არაადეკვატურად რაღაც გაუგონარი რაღაც მონაცემებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი მტკიცებულება ქონდა რომ იგი ამოიცნო ზედატუჩით მეტი მას პრეზიდენტი ფაქტობრივად არ უნახია გასაგებია ბატონ გია თქვენ მინდა დაგისვათ შეკითხვა აი თქვენი მიმართულებით კიდევ რა სამუშაოებია ჩასატარებელი, რისი ჩატარებაც ვერ მოახერხა კომისიამ, რომ უფრო მეტი სიცხადე შევიდეს ამ საქმეში. რა თქმა უნდა, ახლა აქ უკვე ჩვენ ეს ლაბორატორიული გზით გამოვიკვლიეთ პატარა-პატარა, მაგრამ აქ უნდა აი ფუძეშივე უნდა მოეკიდოს ხელი და თავიდან ბოლომდე გათამაშდეს ის სცენა, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელი ხარჯების გაწევა მაგალითად ჩვენ კომისიას არ შეეძლო და ვერც გაწევდა. უნდა ჩატარდეს სასამართლო საგამოძიებო ექსპერიმენტი ამ ყველაფერზე უნდა იყოს დაწვრილებით პასუხი გაცემული. ჩვენ რაც შევძელით ძირითადი რაც გავაკეთეთ, რაზედაც მიგვიწვდებოდა ხელი, ის შევასრულეთ და იქიდან გამომდინარე. მე შემიძლია პატარა ციტირება გაგიკეთოთ აქ დასკვნიდან თუ რა აი მარტო ის რომ ავტომატური პისტოლეტის სეჩკინი ლულიდან ტყის გამოწყობის ენერგია არის 358-დან 353 ჯოულამდე. ნუ წარმოიდგინეთ ახლა სტეჩკინის მოდელის იარაღს ლულის მოძრაობა არა აქვს, არის მყარი ლულა, ეგრევე კორპუსზე მიმაგრებული ლულა და მთლიანად ეს ენერგია, გამოწყობის ენერგია გადაეცემა საკეთს და ავტომატურად საკეთის ენერგია გადაეცემა სახელოს, ხო? და სულ ცოტა ხელიდან უნდა გავარდნო და კილო ნახევრის, ახლა კილო 420 გრამია მაგრამ კილო ნახევარი იარაღი სრული მკიდი სრული დატენვით თან იძახიან ეს მოწმეები რომ დასუსტებული იყო სუსტ ადამიანს ეხლა არც ისეთი გახევება არ მოუვიდო და გასროლის მომენტში რომ ისე მოეჭირა ხელი რომ იარაღი არ გავარდნოდა და როგორც აგი გამოკითხვებიდან ვიცი და დაკითხვის ოქმებიდან პროკურატურის მუცელზედო ხელი ეს ამას მე ყველანაირად გამოვრიცხავ გასაგები ანუ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ძირითადად სრული რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს ერთი შემთხვევისაც თვითმკვლელობის შემთხვევისაც და მკვლელობის შემთხვევისაც და აი აქედან დადგინდება. კვლავ იურის ბატონ ალექსანდრე ვარამიძეს მინდა მიმართო ბატონ ალექსანდრე 1994 წელს უნდა ჩატარებულიყო თუ არა სახელმწიფო ექსპერტიზა ზვიად გამსახურდიას ცხედარს. რასაკვირველია რა გამოძიებაა ის გამოძიება როდესაც გვამზე არ ტარდება სასამართლო მოდით განუმარტოთ საზოგადოებას რატომ არ მოხდა ეს ყველაფერი მაშინ და რა უნდა ეღონა სახელმწიფოს რომ ეს ყველაფერი ჩატარებულიყო ექსპერტიზა ისე როგორც წესი და რიგი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით თუ იმსჯელებთ ესე იგი დასაბუთება იმისი და ახსნა იმისი თუ რატო არ ჩატარდა ესე იგი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არის ის რომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები კერძოდ მისი მეუღლე ამის წინააღმდეგი იყო საქმე ის არის რომ საქმის გამოძიება ყოველმხრივ ობიექტურად და სრულად ეს გამოძიების ვალდებულებაა თუ ამისათვის საჭიროა ექსპერტიზა და როდესაც გვამია რასაკვირველია საჭიროა ექსპერტიზა მაშინ ის უნდა ჩატარდეს განურჩეულად იმისა წინააღმდეგია თუ არა ამისი ოჯახის წევრი იმიტომ რომ სხვანაირად ვერ დადგება სახელმწიფოს თავისი ფუნქციების შესრულება ჭირდება ყველა შემთხვევაში განურჩეულად იმისა ჩვენ რიგითი მოქალაქეები ვართ თუ არა ამის წინააღმდეგი და დღეს ექსჰუმაცია თქვენი აზრით მიზანშეწონილი იქნება გასცემს რაიმე პასუხებს შეკითხვებს პასუხებს ჩემი აზრით კი თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა მხოლოდ და ვარაუდი ამდენი წლის შემდეგ კიდევ რა შეიძლება იქ გაკეთეს ამის თაობაზე მე ხა სპეციალური ცოდნა არ გამაჩნია მაგრამ ალბათ უპრიანია ყოველ შემთხვევაში
ამის სპეციალისტებმა, კრიმინალისტებმა შეიძლება უფრო კვალიფიციური პასუხი გასცეს. გასაგები, ბატონ კონსტანტინე, თუ კი დადგა საკითხი ასე რომ საჭირო გახდა ექსჰუმაციის ჩატარება, თქვენ როგორც პირველი პრეზიდენტის ვაჟი ემხრობით? მე მივემხრობი ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც ჭეშმარიტების დადგენაში შეგვიწყობს ხელს. ბატონო ვახო და მე მინდა კიდევ, ასე ვთქვათ, შეჯამების სახით ასეთი რამ მოგახსენოთ. როგორც გამოიკვეთა ჩვენი დღევანდელი საუბრიდან, მთელი გამოძიება ორი ტაქტისაგან შედგება. პირველი ტაქტი შესრულებულია ჩვენს მიერ. თავისთავად ფაქტი, რომ აქ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა ასეთი კომისია და ასეთი კომისიის შექმნას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერჯერობით პრეცედენტი არ აქვს. რამდენადაც აქ არის საუბარი პრინციპში არამხოლოდ კრიმინალისტიკაზე, არამხოლოდ საგამოძიებო, ასე ვთქვათ, შეფასებაზე, ანუ საპროცესო შეფასებაზე, არამედ ისტორიის ობიექტურ შესწავლაზე და გადამუშავებაზეც. ანუ ეს ყველაფერი ერთ კომპლექსშია. ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი და მე ვიტყოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე. ბატონ კონსტანტინე, ჩვენს მიერ, ჩვენი სახელმწიფოს მიერ იქნა რეალურად გადადგმული ეს ნაბიჯი. კომისია შეიქმნა 2009 წლის ნოემბერში და მან იფუნქციონირა 15 თვე და მე ვიტყოდი წარმატებით დაიდო საკმაოდ სერიოზული და ასე ვთქვათ, კონიანი დასკვნა. თქვენ ლაპარაკობდით ობიექტურობაზე. ახლა საზოგადოების ერთ ნაწილში დაისვა ეს შეკითხვა და მე ეს შეკითხვა არის თქვენთან და აუცილებლად დაგისვამთ მეც. როდესაც პირველი პრეზიდენტის შვილი ხელმძღვანელობს კომისიას, მამის საქმის გამოძიებას, რამდენად ხომ არ შეუშლის ეს ხელს ობიექტურობის დადგენას? ეს შეკითხვა არის თქვენთან და შეგიძლიათ უპასუხოთ. უპირველეს ყოვლისა საზოგადოებას საშუალება ექნება ძალიან მალე გაეცნოს ჩვენი კომისიის დასკვნას, რომელიც იქნება ვებში, ანუ ინტერნეტის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი. ნუ მეორე რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ თუნდაც ჩემს თანამშრომლებს კითხოთ, თუ რამდენად მიკერძოებული და სუბიექტური ვიყავი მე ბატონ ლაშას, ბატონ გიას, ბატონ ზურაბს, ბატონ ალექსანდრეს. გასაგები, ბატონ ლაშას ვკითხავ მაშინ და შემდეგ უკვე დასკვნის სახით მინდა შევაჯამოთ გადაცემა და ეს თქვენ უნდა გააკეთოთ ბატონ კონსტანტინე, მანამდე ბატონ ლაშას მინდა ვკითხო. ეს ხომ არ ქმნიდა გარკვეულ უხერხულობას ბატონ ლაშა, როდესაც პირველი პრეზიდენტის შვილი ხელმძღვანელობდა ამ კომისიას. არსებობს ეს შეკითხვა საზოგადოებაში და მე მინდა რომ ამას გაეცეს პასუხი. არანაირი უხერხულობა. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არანაირი უხერხულობა ამ მხრივ კომისიის მუშაობას არ შექმნია და არანაირი პრობლემა არ ყოფილა პირიქით. ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ იმას, რომ სააშკაროზე გამოგვეტანა ყველა ის ფაქტი, რომელიც მოხდა ამ დროს. ამიტომ ბატონი კონსტანტინე რომ ვთქვათ, არ ესწრებოდა ზოგიერთ კომისიის ხდომას, იმიტომ რომ იყო ვთქვათ წასული, მე ვატარებდი ზოგ კომისიის ხდომას, მიწვევდით პირებს და ვკითხავდით მას, ამიტომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა და არანაირად არ იყო მხოლოდ ბატონ კონსტანტინეზე ის უფლებები, რომელიც ზოგადად კომისიის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ამიტომ ამ ნაწილში მთლიანად დელეგირებული იყო ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც როგორც ექსპერტებზე იყო გადაანაწილებული, ასევე კომისიის სხვადასხვა წევრებს. ამიტომ თუმცა უნდა საბოლოოდ ისევე აღინიშნოს, რომ წინ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ საბოლოოდ დასკვნა დადგეს. გასაგებია, ბატონ კონსტანტინე, მოდით შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, იმიტომ რომ დასასრულისკენ მიდის გადაცემა და მინდა გკითხოთ კომისიის დასკვნაში ეწერება ეს ფრაზა, რომ კომისია ფიქრობს, რომ პირველი პრეზიდენტი მოკლულია, თუ არ იქნება ასეთი ფრაზა? ჩვენს მიერ მოპოვებული მასალები და დასკვნები აბათილებენ თვითმკვლელობის ვერსიას დაახლოებით ასეთი რამ. ასეთი ტექსტი იქნება დაახლოებით. კარგი, ჩვენი გადაცემა პრაქტიკულად დასრულდა, თქვენ თუ გსურთ რამის თქმა, შემიძლია მოგცეთ ამის საშუალება. 1993 წლის მიწურულს მომხდარი ამბავი, ანუ ჯიხაშკარი ხიბულას ტრაგედია, ეს არის ალბათ საუკუნის ამბავი. იგი თავისი მნიშვნელობით აშკარად უტოლდება 1907 წლის წიწამურის ტრაგედიას და აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო ამას გააკეთებს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ისტორიის წინაშე, ასე ვთქვათ, გარკვეული ხარკის გაღება, არამედ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, გამთლიანებისთვის ამ საზოგადოების და ასევე ჩვენი შთამომავლობისთვის.
ანუ პირველი ნაწილი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაამთავრა კომისიამ თავისი მუშაობა, ეს არის ამ ყველაფრის პირველი ნაწილი და ახლა ჯერი არის უკვე სახელმწიფოზე და პროკურატურაზე. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი სტუმრები იყვნენ კომისიის თავმჯდომარე პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, კომისიის წევრი დეპუტატი უმრავლესობის წარმომადგენელი ლაშა თორდია, კომისიაში მიწვეული სპეციალისტები. გამომძიებელი ზურაბ ბაცანაძე, ექსპერტი კრიმინალისტი გია დეკანოზიშვილი, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე. ყველა სტუმარს კიდევ ერთხელ გადავხდი ძალიან დიდ მადლობას. დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.